მოგესალმებით და გილოცავთ დამტექს. მადლობა ჩართვისთვის. რატი ილიას რომ დავესესხოთ, რა უნდა მოვულოცოთ ჩვენ თავს 2026-ისთვის. როგორი წელი იყო და რა დაგრჩებათ ამ წლიდან ყველაზე ნათლად, ყველაზე კარგად. ძალიან ძიმე წელი იყო გულწრფელად. რთული ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ბევრი ოჯახისთვის, საქართველოს ევროპული არჩევანისთვის, ქვეყნისთვის, პროტესტანტებისთვის ფისო მაცალე, აი. და რთული, ძალიან რთული. მე გამიჭირდება, ასე ვთქვათ, მოუძებნო ამბები, რითაც შეიძლება გადავფარო ეს სიმძიმე, არნახული ტანჯვა ვაება განიცადეს ადამიანებს. ძალიან ბევრმა ადამიანმა. რა ვიცი, დაწყებული შარშანდლიდან, დაწყებული გაზაფხულის აქციებიდან, უამრავ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უამრავი ადამიანი მოხვდა სისხლის სამართლის წესით საპყრობილეებში, ხომ? ეს ძალიან ძლიერი. მაგრამ სრულიად უდანაშაულო. უდანაშაულო, ძალიან ბევრი და არ დარჩენილა პროფესია, ხომ? ჟურნალისტები, მსახიობები, მწერლები, პოეტები, რა ვიცი, ყველა ჩვენი სფეროს წარმომადგენლები, სოციალური სფეროს წარმომადგენლები მოხვდნენ აი ამ რეჟიმის საპყრობილეებში. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანმა იპოვა ერთმანეთი. და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ძალიან ხიზელია და ძალიან შეკრულია იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ყველაფერს ებრძვის, რაც ქართულია, რაც ნამდვილია, რაც ჩვენი იდენტობის ნაწილია და რასაც ქართული სახელმწიფოებრიობა აშენებდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ხომ? აი ჩვენი სახელმწიფო წააღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, აბსოლუტურად ყველა ინსტიტუტს, ყველა სახელმწიფოებრივ, საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო, კულტურულ ინსტიტუტებს დაუპირისპირდა რეჟიმი, ხომ? და ამაზე მე ვისაუბრებ. შეიკრა საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ამის გარეშე ვერ გაძლებდა ვერც ერთი დღე და ვერც ერთი ადამიანი ქუჩაში 400 დღის განმავლობაში, ხომ? ეს დაუჯერებელი ამბავია. ერთის მხრივ ეს სიმძიმე, საზარელი სიმძიმე და მეორეს მხრივ ის სოლიდარულობა და იმ სოლიდარულობის ძალიან ბევრი პრაქტიკული მაგალითი რომელიც სოლიდარულობა რომელიც კრიმინალად გამოაცხადეს და აკრძალეს საერთოდ ფონდებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. შეზღუდული თავისუფლების წელი იყო ისე როგორც არასდროს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მეთანხმებით თუ არა ამაში, რატი და როგორ მივედით აქამდე? რატომ მივეცით ივანიშვილს უფლება, რომ აქამდე მოსულიყო? ჩვენ ხო გვეგონა, რომ თუ ის დაუშვებდა შეცდომებს, თუ ის წააგებდა არჩევნებს, ის წავიდოდა. ეს რატომ არ მოხდა? რატომ მივეცით ამის უფლება ამ რეჟიმს? ასეთი ხელისუფლება, ასეთი ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ხალხი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს კომუნისტების პერიოდშიც კი. აი ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე მიდიან იმისთვის, რომ დარჩნენ ძალაუფლებაში, ასეთი ისტორიული მაგალითები ძალიან ცოტაა, მე მგონი. და მარტო ბუნებრივია მიზეზი არ არის მხოლოდ ივანიშვილში, იმიტომ რომ აქ რაღაცა რუსული მატროშკის პრინციპია, ხომ? ძალაუფლება, რეჟიმი ემსახურება ივანიშვილს, რომ გახსნია, რა ქვია, კოლბას, დახვდება იქ ივანიშვილი და იმას რომ გახსნი, იქ უკვე ჩრდილოეთის საბრძანის სია და ჩრდილოელი ხალხი ჩანს, ხომ? რუსები ჩანან და ამ დიდ გეოპოლიტიკურ განსაცდელში, რომელშიც მთელი სამყაროა, ბუნებრივია ივანიშვილმა გააკეთა თავისი ცნობიერებიდან, თავისი ღირებულებიდან ბრჭყალებში გამომდინარე ის არჩევანი, რაც გააკეთა 2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. აქამდე მაგ პერიოდამდე რთული იყო ამის შემჩნევა სინამდვილეში. როგორ იმართებოდა ის რუსული საცეცი, როგორ გახდა ნელ-ნელა? ეს გახდა ცალსა, ხომ? ანუ აღარ დარჩა აღარანაირი გზა, აღარანაირი, ასე ვთქვათ, ლავირების, თამაშის, ტყუილის,
თუთვის, ასე ვთქვათ, დრო და საშუალება მას აღარ დარჩა და მან პირდაპირ ღიად სწორედ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის მეშვეობით ეს ღიად განაცხადა თუ გახსოვთ, ხომ? აი აქედან იწყება მისი აბსოლუტური რუსიფიკაცია. გაცხადებული, მოდი ასე. კი. რატი, აი ამ წელმა დიდი დანაკლისი დაგვიტოვა ზალ სამადაშვილის მალხას ხარბედიას ლიტერატურას თუ ავიღებთ გარდაცვალების გამო. ადამიანები კვდებიან ამ ქვეყანაში და დარდათ მიაქვთ საქართველოს დაკარგული თავისუფლება. აი თქვენ მაგალითად იცნობთ ბიძინა ივანიშვილს. თუ გქონიათ მცდელობა, რომ დალაპარაკებოდით, აგეხსნათ, გეთქვათ, გერჩიათ მისთვის, იმიტომ რომ წარმოუდგენელი არის იცნობდე ადამიანს და არ მოგინდეს მასთან ლაპარაკი და შეჯანჯღარება, გამოფხიზლება. პასუხის მოსმენა მაინც რომ რა ხდება, რატომ იქცევა ასე, ასეთი ხომ არ იყავი? ან თუ იყავი, რატომ გვატყუებდე? თუ გქონიათ ამის მცდელობა, ან სურვილი თუ გაგჩენიათ? მე მქონდა ურთიერთობა, როდესაც ის იყო ოპოზიციაში 2011-2012 წლის 1 ოქტომბრამდე შეიძლება ასე ითქვას და სწორედ იმის გამო, რომ მსგავსი დიალოგი შეუძლებელია, ამის გამო, ასე ვთქვათ, ის პასუხისგებლობა, რომელიც ასე ვთქვათ, ქართულმა ოცნებამ აიღო, მე აღარ ამიღია სრულად ცნობიერად ჩამოვშორდი, სწორედ აი 1 ოქტომბრამდე მქონდა ურთიერთობა, იმიტომ რომ ცნობიერად არ ვიზიარებდი იმ შეხედულებებს, რა შეხედულებებიც მას ჰქონდა. ანუ იმ თავითო შესამჩნევი იყო. ასეთი სურვილი კი რასაკვირველია, ყველანაირი ზედმეტი მეების გარეშე ეს შესამჩნევი იყო და ბუნებრივია სწორედ როდესაც ასე ვთქვათ, მის გარემოს უამრავი ასე ვთქვათ, შესაძლებლობები გაუჩნდა, მე სწორედ მაშინ ასე ვთქვათ გასაგებია. დაუბრუნდი ჩემს საქმიანობას, რომელსაც არასდროს არ მომწყარვალა. ასე რომ ეს მასთან ურთიერთობა ამ თვალსაზრისით სრულიად შეუძლებელია, ხომ? იმიტომ რომ ჯერ კიდევ ეს 2012, 13, 14 წლებში რაღაცა ტიპის ილუზია ჩანდა, რომ რაღაცა ტიპის შიდა პოლიტიკური ასე ვთქვათ, პლურალიზმი ვითომ იყო, იმ დროს სხვა პარტიები იყო პროევროპული, მაგრამ მან ეს თავიდან ბოლომდე გააუდაბურა ეს პოლიტიკური ველი. ასე რომ ეს თავიდან შესამჩნევი იყო, თავიდანვე. რატი, და ბოლოს იმედი მაქვს ინდისის პატიმრები უყურებენ ჩვენს ეთერს და თქვენ გაქვთ ახლა მათთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, ალბათ ისინი არიან ვისთანაც ყველაზე მეტად მოგინდებათ ურთიერთობა და რამის თქმა წინა საახალწლოდ. რა ვიცი, ალბათ მე როგორც ლიტერატორი ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტები და საკითხავი ტექსტები არის მათი წერილები. თუ რამე უნდა გამოიცეს საქართველოში და რამე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ისტორიის შესაფასებლად, ისტორიის გასაგებად 2024-25 წლის ზუსტი ამბების შესაცნობად, როგორც დოკუმენტური თვალსაზრისით, ისე ლიტერატურული თვალსაზრისით, ეს არის სწორედ მათი წერილები. მათი ურთიერთობა თავის ოჯახის წევრებთან, საზოგადოებასთან, ადამიანებთან, პროტესტის მოწინააღმდეგობაში მყოფ ადამიანებთან და ეს წერილები არის ის, რაც გახდება, მე ვფიქრობ, მთავარი წყარო ჩვენი ისტორიის. თუ როგორი იყო ჩვენი მძიმე წლები 24-25 წელში და ნახოთ როგორი იქნება. ისინი ქმნიან ამას, თქმა უნდა, ისინი დიდი მადლობა. ნამდვილ ისტორიას. დიდი მადლობა პოეტ რატი ამაღლობელს, აქვე